გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბიტნეტიდან. ეს არის ჩვენი გადაცემა, რა ხდება კრიპტო სამყაროში. დღეს ფორმატი ცოტა შევცვალეთ, წავიყვან გადაცემას თემოსთან ერთად, რომელიც არის ბიტნეტის თანამშრომელი და ასევე ყველა თემაზე რაც გვიქნება, ვილაპარაკებთ მაქსიმუმ 3 წუთს. თემო პირველ რიგში მადლობა, რომ მოხვედი. მადლობა შენ. მე მგონია რომ საინტერესო ფორმატი გვიქნება. და მოდი დავიწყოთ პირველივე თემით, რომელიც არის GameStop-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააკეთოს რა. და ჩავთავ მეც ტაიმერს. GameStop-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავისი რეზერვები შეავსოს ბიტკოინით. ეს საინტერესო არის გარკვეული მიზეზების გამო. პირველ რიგში GameStop-ი ცნობილი არის იმით, რომ ის არის ასე ვთქვათ, ხალხის კომპანია, რომელიც ამ ცნობილ Reddit-ის short squeeze-ში იყო მთავარი მონაწილე. და საინტერესო ეს ფაქტი არის იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება ძალიან ბევრი კომპანია გაყვეს თან და ასე ვთქვათ, ბიტკოინის რეზერვში დამატება შემოვიდეს როგორც ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ხო, ანუ რეალურად რო გავიაზროთ რა ხდება, ხო? ანუ კომპანია არის, რომელიც რაღაცა ფულს შოულობს და აქვს რაღაცა შემოსავალი ან რაღაცა თავისუფალი რესურსი და ეხა ფიქრობს, რომ რაში ჩაინვესტიროს თავისი რესურსი, ხო? ეხა კომპანიას არცეც არ უყვარს, რომ ფული უბრალოდ უდევს და ვერაფერს ვერ აკეთებს, იმიტომ რომ ეგ არის ხარჯი რეალურად. შესაბამისად, ვერ მოიფიქრა უკეთესი გზა, რომ მოგება ნახოს და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემთვის საუკეთესო რა ჩემი ამ ფულით გავაკეთო, არის რომ ვიყიდო ბიტკოინი, ხო? და საკმაოდ დიდ თანხაზეა ლაპარაკი, 1.5 მილიარდი დოლარის, ხო? თან ჩვენ ხედავთ, რომ GameStop-ი არ არის მარტო, რეალურად ეს რაღაცა ტენდენცია ვითარდება და კიდევ უფრო მეტი კომპანიები ერთვებიან და აქ არის ხოლმე საინტერესო, რომ ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენს, რომ აი გვიან არის რომ ბიტკოინი ვიყიდო, ხო? მაგრამ რავი, თუ კომპანია შეძლებს რომ 1.5 მილიარდი ჩაინვესტიროს დღეს ბიტკოინში, ჩვენთვის რატო არ იგვიან? მე მიჩნდება ხოლმე ეგ კითხვა. და შესაბამისად, იმიტომ ყიდულობ ყოველთვის ბიტკოინს და რავი, გონია რომ არასოდეს გვიან არის ბიტკოინს რო დავიწყო. მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები მეც და საკმაოდ რამოდენიმე სტატია შემხვდა და რამოდენიმე პოსტი X-ზე, სადაც ხალხი ამბობს, რომ საკმაოდ მაღალი რანგის ფინანსური ინსტიტუციების თანამშრომლები, რომ ის კომპანია, რომელსაც რამოდენიმე წელიწადში არ ექნება ბიტკოინის რეზერვი, ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს ასე ვთქვათ. კი, არა, მაგას ვეთანხმები თან, მე მგონია რომ და მაგაც იყო რა BlackRock-ის ერთ-ერთი წამყვან ტიპს ეწერა X-ზე ასევე რომ არასწორად ვაფასებთ ბიტკოინს რა, ეხლა მაინც ყველას გონია რომ ეს არის რაღაც რისკიანი აქტივის კლასის ნაწილი, მაგრამ რეალურად უკვე რაღაც ცოტა ხანში ხალხი მიხვდება რომ იგივე კლასის არის როგორც არის ოქრო და ჩვენ თულა არ ვეძახით ბიტკოინს რაღაცა ციფრულ ოქროს და შესაბამისად ჩემი აზრით ბევრი კომპანია გადავა იმაზეც რომ მაგის რეზერვი ქონდეს როგორც შენ თქვი და ზუსტად ისე შევაფასებთ რომ კრიზისულ პერიოდებში პირველ რიგში ბიტკოინი არის საინტერესო და არა ოქრო რომელიც რაღაც პასიურად გვიდევს ან არ გვიდევს ETF-ის სახით რაღაცა ქაღალდი გვიჭირავს რომ ბიტკოინი აი ესა ოქრო გვაქვს. safe haven-ი ხო ეს არის რაღაცა უსაფრთხო აქტივი უნდა განაჩერო ამოიწულა ჩვენი 3 წუთი და უნდა გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ოკეი. შემდეგი თემა არის IRS-ი, ანუ იგივე შემოსავლების სამსახური, ხო, ამერიკის და მოდი რა ხდება მანდ მაგაზე ვილაპარაკოთ. მოკლედ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მათ მიიღეს ახალი კანონი, რომ ყველა დეცენტრალიზებული ფინანსური ინსტიტუცია ვალდებული იყო, რომ ჩვეულებრივად რეპორტინგი გაეკეთებინა ამ საგადასახადო სამსახურისთვის. და ასევე ყველა მომხმარებლისთვის მოეთხოვათ KYC. იცნობდა შენს მომხმარებელს, საბუთი, ფოტო და ასე შემდეგ. ეს საკმაოდ არასასიამოვნო იყო დეცენტრალიზებული ფინანსური ინსტიტუციებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ბიზნეს მოდელი არის დაფუძნებული სწორედ ამ ანონიმურობაზე. და ერთ-ერთი კრიპტოშიც მთავარი ნაწილი არის ანონიმურობა, რომ მე თავისუფლად შემიძლია ვაკეთო ჩემი რაღაც ტრანზაქციები ისე რომ არავინ არ ირჩევს. და თან ასე ვთქვათ, ამ კომპანიებს არ ყავთ ცენტრალური მართვის რაღაცა, ეს რა ქვია,
ინსტიტუცია ყოველთვის ყავთ რაღაც ანუ ფაუნდეიშენები, რომლებიც მართავენ, მაგრამ თვითონ პლატფორმის მართვა ხდება smart კონტრაქტების მეშვეობით, რაც არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და არსებობს ბლოკჩეინზე და ხდება არჩიდება ვებსაიტი, ხო? რა თქმა უნდა. ანუ ფრონტი კი აქვს, რომ მარტივი იყოს ჩვენთვის რომ გამოვიყენოთ, მაგრამ smart კონტრაქტის სარგებლობა მე ისედაც შემილია და ვერავინ ვერ გაიგებს რეალურად რომ რა გავაკეთე და როგორ. თუ არ არის ცნობილი, ვინ ვარ. კი. და ამას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მიხვდა და მათი ახალი SEC-ის ჰედი, ასე ვთქვათ, მათი მთავარი მარეგულირებელი ორგანო ვინც არის, ანუ ეს კანონი გააქვეს და ჩემი აზრით ძალიან სწორი გადაწყვეტილებაც არის ეს. ოკეი, ეხლა საინტერესოა ეგ რას ნიშნავს? პირველ რიგში მე რაც მისება ხოლმე, ანუ დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე ყოველთვის არის, რომ შედიხარ თუ ხარ ამერიკის მოქალაქე, აღარ შემოხვიდე. ეგრე წერია და მაგალითად airdrop-ებიც რო არის ხოლმე, ამერიკულ მომხმარებელზე არასოდეს არ ვრცელდება ეს airdrop-ები, ხო? ამ შემთხვევაში ალბათ ეს ორი პრობლემა რაღაცა კუთხით გადაჭრილი არის და რეალურად მაგალითად შეგვიძლია ამერიკელებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს დეცენტრალიზებული პლატფორმები და ბევრად უფრო მეტ რაღაცაზე ეკნებათ სწომა. სწორად მესმის? კი. და ანუ ამის გარდაც ეს ძალიან ბევრ ახალ მომხმარებელს აჩენს, რადგან რამოდენიმე ამერიკელს ვიცნობ, ვისაც ძალიან დიდი გზის გავლა უწევდა ამ სერვისებით, რომ სარგებლად კი და ანუ ბაზარი უკვე ავტომატურად იზრდება, რაც ბუნებრივია, კარგი არის და ბევრად თან ამერიკელებს, ანუ ბევრი ჩემი აზრით, ბევრი ამერიკული პროექტებიც წამოვა, იმიტომ რომ უკვე ის იცოდინებათ, რომ დრო გავიდა. კი. მაგრამ ხო, იცოდინებათ, რომ შეუძლიათ უკვე თავისუფლად გამოიყენონ ეს ყველაფერი. ოკეი, შემდეგი თემა, რაც მინდა ლაპარაკი არის სტაბილური კოინები. საქართველოში ყველაზე პოპულარული როგორც იცი და ყველამ ვიცით არის ტეზერი, ანუ USDT, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ USDT-ს უკვე ბევრი კონკურენტები ექნება. ანუ პირველ რიგში აქ არის USDC, მერე არის ბევრი DAI და ასე შემდეგ, PayPal-იც კი შემოვიდა ამ ბიზნესში და ეხა უკვე ვკითხულობთ, რომ მაგალითად Fidelity, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივების მენეჯერი სოფლიოში და 6 ტრილიონის აქტივებს მართავს, აპირებს საკუთარი stablecoin-ის გამოშვებას და ამას ემატება ბევრი კიდე სხვა ტრამპის ორგანიზაციაც კი ქმნის თავის USDC 1, ხო? ხო, რაღაც ეგეთი USD1 თუ რა. USD1. ხო. ანუ რავი, ჩემი აზრით აქ თავი თემა ის არის, რომ ტეზერი არის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანია სოფლიოში, ყველანაირი დათვლით და რაღაც მოგება აქვს 3 მილიარდი დოლარი კვარტალში, რაც სრული საოცრება არის და სხვები მიხვდნენ, რომ კარგი ბიზნესი არის სტაბილური კოინები და რეალურად შემოდიან. ამას ემატება ისიც, რომ ტეზერი და USDT არ არის ევროპაში ლიცენზირებული, შესაბამისად ევროპული ბაზარი ვაკანტური გახდა, ხო? ალბათ პირველ რიგში USDC დაიკავებს ამ ბაზარს და სხვებიც ალბათ ეცდებიან. რას ფიქრობ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი USDT-ისთვის, ანუ რაღაცა საფრთხის ქვეშ არის, რომ შეიძლება რაღაცა აღარ იყოს ერთ-ერთი ან რაღაც ეგეთი მოხდეს თუ უბრალოდ რაღაც სხვა რაღაცაზე მოუწევს ორიენტაცია? ასე ვთქვათ, გაუმჯობესება აუცილებლად მოუწევს, იქიდან გამომდინარე, რომ კონკურენცია გაჩნდა და გაიზარდა საკმაოდ, მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია ანუ ბაზარს ყოველთვის აძლიერებს ჩემი აზრით და ეს ყველა ახალი მომხმარებელი არის ახალი შესაძლებლობა მათთვის. და ძალიან თავისუფლად შეიძლება რომ პირიქით საპირისპიროდ სასიკეთოდ წავიდეს. ხო, კარგი საინტერესო იქნება, რომ რამოდენიმე ამერიკული კომპანიაც იქნება, ანუ USDC კი არის ამერიკული, მაგრამ მანდაც შიდა კონკურენციაც იქნება და მე რეალურად რას შემოგთავაზებენ მომხმარებელს. ჩემი აზრით, ახლა Fidelity-ის ნაირი კომპანია რო წყვიტავს, მათ უკვე სხვა რაღაცებზეც მითლაპარაკი, რომ ანუ უკანა მხარესაც მაგალითად შიდა ტრანზაქციებშიც უკვე საკუთარ stablecoins გამოიყენებენ და აღარ იქნებიან დამოკიდებულები ბანკებზე. და ზოგადად კრიპტოსთვის ძალიან მაგარი ამბავია, რომ ესეთი კომპანიები თვლიან მათთვისაც, რადგან წამებში შეძლებენ თანხის მოძრაობას, ყოველგვარი ზედმეტი, ასე ვთქვათ,
ტომრების ფრების გარეშე შეგვიძლია ვთქვა. და ხო, დღევანდელი საბანკო სისტემა შეიძლება ეგრეც იყოს შაბათ-კვირას არ მუშაობს, ასე შემდეგ. ერთი საინტერესო თემა რომელიც ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ NASDAQ-ი გადადის 7 დღიან ვაჭრობაზე, 24 საათიანზე. ჩემი აზრით თავიდან ბოლომდე კრიპტოს დამსახურება არის, იმიტომ რომ ხედავენ რომ ადამიანები კრიპტოთი ვაჭრობენ შაბათ-კვირასაც და ინტერესი იქით არის და რაღაცას ცდილობენ რომ დაიბრუნონ თუნდაც რაღაც მომხმარებლები. კარგი, დაგვშე 5 წამი, მე მგონი 5 წამში ვერაფერს საინტერესოს ვერ დავამატებთ და გადავიდეთ დღევანდელ ბოლო თემაზე. ბიტნეტზე დავამატეთ Sonic-ი და ზოგადად რა ხდება ბიტნეტზე. პირველ რიგში რატო დავამატეთ Sonic-ი და რატო არის Sonic-ის საინტერესო პროექტი? Sonic არის ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, Ethereum-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული Layer 1. Okay. ანუ Layer 1 blockchain-ი, რომელიც არის ძალიან სწრაფი, შეუძლია 400,000 ტრანზაქციის ანუ გადამუშავება ერთ წამში და ზოგადად ანუ მისი დამფუძნებელი CEO Andre Cronje ძალიან საინტერესო ადამიანია, ანუ კარგად იცის სფერო, ანუ ბევრი პროექტი განხორციელებია, ანუ აქამდე თუ გსმენიათ Phantom blockchain-ის შესახებ, Sonic-ი არის რებრენდირებული Phantom-ი. Phantom-ი თუ მქონდა ის გადაიქცა Sonic-ად, თუ ცალკე პროექტი? არა, ანუ ამის მიგრაცია შეგიძლია ანუ Sonic-ზე. ანუ ასე ვთქვათ, ჯერჯერობით Phantom-იც აქტიურია, მაგრამ ნუ ნელ-ნელა ასე ვთქვათ გადადის. საინტერესო არის ეს პროექტი იმიტომ რომ ანუ საკმაოდ მაღალი შედეგები დადო თუ გავითვალისწინებთ რომ დიდი ხანი არ არის რაც გაეშვა, ანუ დაახლოებით დღიურად აქვთ 55,000 აქტიური საფულე, ანუ აქტიური ნიშნავს რომელზეც ტრანზაქციები ხორციელდება სულ. დაახლოებით 300,000-მდე ტრანზაქცია წარმატებული დღეში. დაახლოებით 4,000-მდე smart კონტრაქტი გამოდის blockchain-ზე, ანუ ერთი დღის განმავლობაში და დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის ხდება ერთ-ერთი წამყვანი blockchain-ი. და ანუ და შესაბამისად ჩვენც მივეთ გადაწყვეტილება და ბიტნეტზე დავამატეთ. რა თქმა უნდა. ოკეი. სხვა რა ხდება ბიტნეტზე? სხვა ნუ ასე ვთქვათ, ბევრი საინტერესო რაღაც გავიზარდეთ საკმაოდ, ყავს 60,000 მომხმარებელი უკვე. ანუ კიდევ გვინდა რომ გავაგრძელოთ საინტერესო ანუ პროექტების, blockchain-ების დამატება ჩვენს პლატფორმაზე, ანუ ჩვენ stable coin-ებზე ვისაუბრეთ და სხვადასხვა network-ებზე, ანუ ასე ვთქვათ, ჩვენი სელექცია გვინდა რომ გავზარდოთ stable coin-ების. მე მგონი USDT მარტო 7 blockchain-ზე გვაქვს და მაგაზე მეტი საქართველოში არავის არ აქვს და თუ რამე გაკლიათ და საჭირო გახდა კიდე სხვა blockchain-ზე, გაგვაგებინებთ და დისემონებით დავამატეთ. აუცილებლად. ასე ვიტყოდი, ხო, პირველ რიგში მადლობა ჩვენ მომხმარებელს, 60,000 მომხმარებელს, ვინც დარეგისტრირდა, ასევე მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი აპლიკაცია მუდმივად top 3-ში არის iOS-ის ფინანსურ აპლიკაციებს შორის და იქ ძალიან დიდი წარმატებაა და თქვენ გარეშე ამას რა თქმა უნდა ვერ ვიზამთით და მოკლედ ბევრი კიდე ახალი სიახლე გვაქვს დაგეგმილი თქვენთვის, რაც უკვე შემდგომ კვირებში და თვეებში გამოჩნდება. გავიდა ეს დროც, მადლობა თემო, მე მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. იქითა კვირაში უკვე შემდეგ ვიდეოს ჩავწერთ და თქვენ თუ რამე თემა გაინტერესებთ, რაზეც გინდათ რომ ვილაპარაკოთ და განვიხილოთ ამ ფორმატში, მოგწერეთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ. აუცილებლად.